ამ ლაბორატორიაში ქიმია მოვდივართ ქიმიის გაკვეთილიდან ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო, რაღაცები აფეთქეს, გადაღება ვერ მოახერხე უბრალოდ და ჩემი წიგნიც მზად არის მათემატიკის ასაღებად ბიბლიოთეკიდან. That's good. Okay. ახლა მოვდივარ პირველი კურსის სემინარიდან. ეს სემინარები არის, ისეთი ლექციები, რომლებიც მხოლოდ პირველ კურსელებს უტარდებათ და ჩემი სემინარი იყო Life in a Nuclear Armed World, ცხოვრება ბირთვული იარაღის სამყაროში და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პროფესორი არის 3 საათიანი ლექცია, ჯერ ერთიც. ცოტა დაღლელი კი იყო, მაგრამ ისე გავიდა დრო, რომ საერთოდ ვერ ვიგრძენი. შესაძლებელად გქონდა თან და თან ეს განხილვა ხდება არა ფიზიკის კუთხით და აგებულების კუთხით, ბომბის დამზადებას არ ვაპირებ. არა, უბრალოდ სოციოეკონომიკური კუთხით, სოფლიოს კუთხით, უფრო ამერიკის კუთხით, რუსეთის კუთხითაც და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ სოფლიოში არსებული პრობლემას განიხილავს, რასაც ესე მარტივად ვერ ჩაუჯდები და ვერ გაიგებ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. მეც უნდათ ძალიან მაინტერესებდა ეს საკითხი. ცოტა მძიმე იყო კი, ასეთ რაღაცაზე რო საუბრობ და ამ ბირთვული იარაღის შედეგებს რო განიხილავ, საშინელებაა და არ ვიცი, ძალიან სტრესულია, მაგრამ იმის გააზრება, რომ ამის შესახებ ცოდნას აგროვებ და რაღაც აზრის ქონა შეგიძლია, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მენიჭებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ისეთი მზიანი აქტუალური თემა, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. დღეს უბრალოდ პროფესორმა გაიარა წლის განმავლობაში, რაც გავაკეთებდით, რაღაც ნაწერები უნდა გავაკეთოთ, ფილმებს ვუყუროთ, სტუმრებს მოვუსმინოთ. სტუმრები არიან ძალიან მაგარი ადამიანები. გაკვეთილის დაწყებამდე, ასე ვთქვათ, პატარა დიაგნოსტიკური წერა დაგვაწერინა, იმის დიაგნოსტიკური გვაწერინა, რომ გაგვეგო და გაგვიაზრებინა რა ინფორმაცია გქონდა ბირთვული იარაღთან დაკავშირებით აქამდე. და შემდეგ მაგის შემდეგ რომ წლის ბოლოს ნახავდით ამ ინფორმაციას და შევადარებდით ჩვენს before and afters ცოდნას. ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ კითხვები იყო, რომ მაგალითად ერთ-ერთი კითხვა იყო, ვფიქრობთ თუ არა რომ ბირთვული იარაღი ჩვენ სამყაროს უფრო უსაფრთხოს ქმნის და რაღაც მსგავსი კითხვები. ბაცრავი ძალიან რთულია. უნდა რეიტინგი დაგვეწერა იმ ქვეყნების, რომლებსაც ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი ჰქონდა და ძალიან შოკი იყო. დღეს საკმაოდ დატვირთული დღე გვაქვს საერთაშორისო ორიენტაციის ახალი, შეხვედრა სტუდენტების ერთი კვირის შემდეგ, რომ მოვიკითხოთ ერთმანეთი, განვიხილოთ როგორ გაიარა ჩვენმა პირველმა კვირამ და საღამოს არის თეატრი. ასეთ გირჩევენ რომ წახვიდე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო გამოცდილება არისო და მე ვაპირებ რომ წავიდე და დავესწრო. ცოტა მეცნიერულად მივიდა, მაგრამ არ ვიცი მოვესწრებ თუ არა. ნახოთ. დიდ დარბაზში გამოფენა იყო პრინსტონის სხვადასხვა კლუბების, საზოგადოებების თავიანთი წლის გეგმა ჰქონდათ წარმოდგენილი, მიღწევები, სხვადასხვა სპორტულ კლუბებსაც ჰქონდათ სტენდები და ცეკვის სტუდიოები, აკაპელები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ვართ ერთ-ერთ შენობაში, სადაც ხდება საერთაშორისო მოსწავლეების თავიდან შეკრება, რომ განვიხილოთ ჩვენი პირველი კვირა როგორ იყო. ყველა 197 ქვეყნიდან რო ვართ, ამერიკის გარდა ქვეყნები, ამერიკის გარდა რო ვართ ქვეყნები, ისინი შევიკრიბეთ და რაღაც საღამოსავით არის. ასეთი სიტუაცია.
don't be late. Take a tour at the discount rate Of the Garden State, it's gonna be great. Get your tickets and don't be late. Take a tour at the discount rate Of the Garden State, it's gonna be great. It's where Buzz Aldrin first got to live in love and be alone with you. But as there is no place I know of in this busy world, long greasy hair and blue suede shoes transform my blood to bile. If you want everyone to accept you as a modern American male, you must dress the way the magazines say. They dress On the individual, Lower. or the affluence of the retirement of the residual, Lower. or the confluence of the retirement of the older ritual. Oh, why is this confusion so habitual? what? You can't begin like that. This girl is someone special, right? Right. Well, dear Bambi is simply mired in the banana. You need something more moving. Words whose power grips the imagination from the very beginning. ტრიზადის და ჯინსების მწვავლებაზე მივდივართ. No, I'm not YouTubing, like აქ ამოწმებენ თქვენს იდენტიფიკაციას. ახლა გამოვედი Forbes-ის ბიბლიოთეკიდან. დავიხარეთ წან 3 საათი 15 minutes აქ ვძივარ 8 საათიდან. მეცადინავდი მათემატიკას და ფიზიკას. ეს არის Firestone's ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სამეცადინო ადგილი. მე და ჩემი ოთახელი წამოვედით, რომ ერთად გვემეცადინა და სილაბუსებისთვის გადაგვეხედა კიდევ უფრო კონკრეტულად, რომ მთელი წლისთვის მომზადებული ყოფილიყავით და სტრატეგიულად გაგვეთვალა რა კვირის განმავლობაში რისი მეცადინეობა და რისი გაკეთება მოგვიწევდა. ეს არის ჩვენი ქიმიის ლაბორატორია, სადაც ყველას ჩვენი საკუთარი უჯრა გვაქვს, გასახებს გვაძლევენ წლის დასაწყისში და წლის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ. ეხლა მოვდივარ პირველი ლაბორატორიული სამუშაოდან. 15 წუთი არის 5-ამდე სათვალის მეტყობა რომ მეკეთა და ისე დავისტრესი. ანუ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა ლაბორატორიაში და არ მიმუშავე არასდროს და ანუ ეს პირველი შებიჯება მეთქი რამე არა ვაფეთქო. რაღაცა არ დავანგრიო. მეთანურის გამოყენება მოგვიწია, რაც მალე ალდება და მოკლედ ცეცხლი და ამდები და რაღაც კრისტალიზაცია და ძალიან სტრესი. ანუ თან დღეს საქმე მქონდა. მინდოდა რომ ტაეკვონდოზე შემოსულიყავი. მინდოდა რომ კლუბში შევსულიყავი რაღაცაში და შეხვედრაზე დავსწრებულიყავი, მაგრამ ისე დავისტრესე და ისე ცუდად ვარ. რომ ხა აი არაფრის აი საერთოდ არაფრის კეთება არ ვიდა და ვერც მოვასწრებდი, ამიტომ გადავაწილე 3 საათიანი არის ხოლმე ლაბორატორიები, მაგრამ არა 15 წუთით იმოთქენი, რა ქვია. მეტი კიდე და 5-ზე იწყებოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. აიმე რა იყო ეს ღმერთო? ისე დავისტრესე. თან დღეს მაქვს მოსმენა სიმღერაზე. ათ წუთში მაქვს მოსმენა და ძალიან რატო არ ვიცი. ერთ-ერთი ქიმიის ლექციის ფონზე გეტყვით, რომ ზოგადად ქიმიაში ლაბორატორიული სამუშაო რადგან არასდროს არ მქონდა გაკეთებული, ძალიან სტრესული დღე იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ დღეებში ბევრად უფრო მარტივი გახდა და პროფესორის ასისტენტები ძალიან გვეხმარებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად და წარმატებით წასულიყო. ზოგადად აქაც office hours-ზე შეგიძლია მიხვიდე და ლექტორს კითხო, რაც გინდა ის დამატებით პირადადაც შეგიძლია ჩანიშნო შეხვედრა, სადაც ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე შეგიძლია მაგათ ესაუბრო და ყველაფერში დაგეხმარებიან. Okay, ეხლა მქონდა მეორე audition, მოსმენა. უკეთესად ჩაიარა ჩემი აზრით. ველოდებით დღეს პასუხებს. ისეთი დასტრესი არ არის, ხა office hours-ი მიდივარ ფიზიკაში, რომ
რაც გაუგებარი მქონდა, ეგ ყველაფერი გავეკვირა და თან ქიმიის დავალება მაქვს დასაწარი და მაგას უნდა მოვასწროთ, თან დღეს არის დედლაინი, ამიტომ ვიჩქაროთ. თეატრის ტექნიკური კლუბის სახელოსნოში მოვედით, ამ კლუბში გავწევრიანდი და ეს ერთ-ერთი პირველი დღეა. ახლა ვარ ფორბსის კოლეჯში და მუშაობა დავიწყე. დღეს არის ჩემი პირველი დღე. დღეს გქონდა სამსახურის დღე და ლაბორატორიის მეორე კვირა და ლაბორატორია 1000-ჯერ უკეთესი იყო, წინაზე ძალიან ვინერვიულე, მაგრამ სამსახურიც, ანუ ისეთ სამსახური მაქვს, რომ თითქოს არაფერს კეთება მიწევს, საფათვალების ანაბეჭდებით მომწევ. და თან კიდევ ანუ რამდენიმე კულტურული შოკი მაქვს. პირველი, თურმე ამერიკაში გაზაფხული შემოდგომა და ზამთარი ყოველ წელს ერთ და იგივე რიცხვში არ იწყება. მე რო 1 სექტემბერი უკვე შემოდგომა მეგონა და მეთქი ზაფხული დამთავრდა თქო, აქ დღეს 22 სექტემბერს პროფესორმა გამოგვიცხა და გილოცავთ შემოდგომის დაწყებას. როგორც კი დამთავრდა, მეგობარს კითხე, მეთქი რა ხდება რანაირად, ანუ რა მეგონა შემოდგომა უკვე 3 კვირაა დაწყებულიო და არაო, აქ სხვადასხვა ხონაერად ხდებაო ზოგადად ესე და დეკემბრის შუაში გვეწყებაო ზამთარიო და ასეო. ძალიან გამიკვირდა. თან უკვე, ანუ პრინსტონში აქვს ძალიან მოკლე სემესტრები და 2 კვირაში უკვე გამოცდები მაქვს. მე-4 კვირა დაიწყო და მე-6 კვირის შუა დღეებში გამოცდები მაქვს უკვე და მომზადებას ვიწყებ. გაგვიზიარეს წინა გამოცდების მასალები და პატარა ციფრი.